გამარჯობა ჩემო მეგობრებო. დღეს გავაკეთოთ გაშლა, რას ესახა უცვლილებები გველოდება უახლოეს მომავალში. იქნება ზოგადი გაშლა. უბრალოდ ვიფიქრეთ, კონცენტრირდით, რა ცვლილებები გინდათ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს და ვნახოთ, ვიფიქროთ ამ ცვლილებებზე და რა მოხდება. რა ცვლილებები იქნება ძალიან კარგი კარტი ამოგივიდათ, ვინც პირველად ესე ჩაიფიქრეთ და კონცენტრირდით. ეს არის რაღაც ოჯახის ეს სიმბოლო, ეს კარტი და ეს ნიშნავს, რომ სრული ჰარმონია იქნება. შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ ოჯახში, რომელიც ბევრ პრობლემას გადაჭრის. როგორ იცით, შეიძლება ისეთი ფინანსური პრობლემები გადაჭრათ, რომლებსაც არ ელოდებით და მოულოდნელად გამოჩნდეს. იმდენად დადებითი აურა მოდის, არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, ვინ იყავით ესე, მაგრამ ნამდვილად სასიკეთო იქნება თქვენთვის. ისე დაწყობილივით ამოვიდა რაღაცნაირად. მოკლედ, ვისაც გქონდათ რამე ისეთი ჩაფიქრებული, რომელიც ოჯახში იგულისხმება ამ შემთხვევაში, ცვლილებები, რომელიც თქვენი ფინანსურად, რა თქმა უნდა, თქვენი ოჯახისთვის იქნება ძალიან დადებითი შედეგის მომტანი. შეიძლება არ ელოდებოდით ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ აუცილებლად იქნება ისეთი ცვლილებები, რომლებიც მოგიტანთ რაღაც ისეთი სასიხარულო ცვლილებები იქნება, რა თქმა უნდა და ამაზე ნახეთ. გეზე იმონბოდეთ, ნამდვილად ღმერთმა ქნას, რომ სულ გეზე იმონბოდეთ და ეს არის რაღაც ისეთი, რაზეც შეიძლება რომ როგორ გითხრათ, მხოლოდ არ ვიცი, სულში რაც და გულში რაც გაქვს, უნდა მთელი შენი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული მხოლოდ იმაზე, რომ იმ სურვილზე, რაც გაქვს, რაც შენს გულში გაქვს და თავში, რა თქმა უნდა, გაქვს და ეს საბოლოო ჯამში შედეგს დადებს, რა თქმა უნდა. ყოველთვის უნდა იყო კონცენტრირებული იმ სურვილზე, რაც გაქვს და მთავარი არის დააჯერო საყუთარი თავი და შემდეგ მთელი ეს რაც არის მოვლენები უბრალოდ შენი სასიკეთოდ წამოვა. ეს არის ის მთავარი გზავნილი, რაც ტაროს უნდა თქვენ გითხრათ ამ პერიოდში და ეს როგორ ენერგიებში იქნებით ახლა, ნახოთ, იქნებით ძალიან ამაღლებულ ენერგიებში. თითქოს ბევრი რაღაცა შეგეძლიათ, ხართ ისე, რომ გადაჭრით ალბათ ყველანაირ პრობლემას და რა კიდევ რას მოგიტანთ ეს ყველაფერი დამატებით. რა თქმა უნდა, ალბათ კიდე ფინანსური სიკეთე ამოვიდა და რა თქმა უნდა, ალბათ კონცენტრირებული ხართ უფრო ფინანსებზე და ამაზე არის გათვლილი თქვენი სურვილი. მოკლედ, ფინანსური ესეთი კარგი პერიოდი გელოდებათ, ვინც ჩაიფიქრეთ, ვინც ესე ელოდებით, მაგრამ უფრო ხართ განწყობილი იმაზე, რომ ძალიან ბევრს აქტიურობთ და ძალიან ბევრს იბრძვით იმისათვის, რომ თქვენს ოჯახში იყოს ესეთი ჰარმონია და სასიკეთო ცვლილებები. მოკლედ, ესეთი სასიხარულო გაშლა გამოგვივიდა და ისეთი სიხარულს და ბედნიერებას რომ მოგგვრის ისეთი, რა თქმა უნდა, ვინც ჩაიფიქრეთ, ვინც იყავით ჩვენთან ერთად ამ დროს, ეს არის ტაროს დრო, მოკლედ, დროებით.